and hide away. I count money every day. Darkness in my vision's always night. It ain't never day. Bumps on my face, stacking money bigger. Going through the race, making haters sicker. Get up off my case, only about figures. Gotta get it all, never slip through my fingers. Gama, ჯობა, მოგესალმებით, მე მქვია ნიკა ვეკუა, ყავისფერი ხამარი, გრეპლ სტრიტის სპორტსმენი და კოზანოსტრის კაპიტანი. ესე იგი 14 თებერვალში ვხდებით Gama Fight Hall-ში, ჩვენი მეტოქი არის Black Eagle BJJ რუსთავიდან. ძალიან საინტერესო ბრძოლები იქნება, სხვადასხვა ამიკო არის კაპიტანი Black Eagle BJJ-ის. ამიკოს გუნდი მოიგო პირველი ეტაპი ტურნირზე და ჩვენს წინა ტურნირზე მოვიგეთ ლეგიონთან. ესე იგი ორი ფავორიტი გუნდები შევხვდებით ერთმანეთს ტურნირში და რავი, ძალიან საინტერესო საღამო იქნება თქვენთვის. ვალენტინობა კი არის, მაგრამ გეპატიჟეთ თქვენ პარტნიორებთან ერთად Gama Fight Hall-ში, რო ჩაატაროთ ძალიან კარგი საღამო ჩვენთან ერთად. ნოემბერში ვჭიდაობდით ლეგიონთან, კმაყოფილი ვარ ჩემ გუნდის სამსახურით. ბიჭები ყველა აჩვენეს მაგის მაქსიმუმი მატებზე, მაგრამ ძალიან ბევრი დავამუშავებთ ტაქტიკურის შეცდომებზე, მერე ჩვენი გეიმ პლანზე, ვიცით უკვე ვისთან და რომელ რაუნდში გამოვდივართ. 5-ით 4-ზე მოვიგეთ ჩვენი გუნდი. არც ერთი ოვერტაიმი არ იყო, როგორც მახსოვს, მაგრამ აქ 14 თებერვალში ველოდებით მინიმუმ ერთი ბრძოლა რო იყოს ოვერტაიმში და ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობდით ორივე პოზიციიდან, კი ზურგიდან, კი სპაიდეროებიდან, ანუ არმბარზე ვამბობ და Black Eagle BJJ არიან ძალიან გამოცდილები ბიჭები, როგორც გვაჩვენეს Last Samurai-სთან ჭიდაობაში იმ საღამოს. მუშხუდიანი ამიკო, გიგისიჩნავა ძალიან ტაქტიკური გრეპერები არიან და ჩვენ ველოდებით submission-ებს იმ მხრიდან და ჩვენ მხრიდანაც გავაკეთებთ ჩვენ მაქსიმუმს და ვცდილობთ, რომ დავამთავროთ submission-ით დროის 5 წუთის ადრე. მე რა უყურებდი Black Eagle-ის გამოსვლას Last Samurai-სთან, მე მეგონა რომ ამიკო სულ ბოლომდე მოითმინება და ბიჭებს მიეცემს უფლებას რომ იჭიდაოს, მაგრამ რავი, ამიკოს ადგილში მე არაფერი საშიში მომენტი არ მინახია და რავი, დავждდებოდი სულ ბოლომდე, სანამ ბიჭები ყველა არ გამოსული იყვნენ და იჭიდაოდნენ. იმიტომ რომ ისინებისთვისაც არის გამოცდილება, სანახაობრივ მატჩები, მაგრამ როგორც ვიცით, ამიკო გამოვიდა მუშხუდიანის მერე და სულ სწრაფად დაამთავრდა ეს ივენტი. მე როგორც მახსოვს 130 წამი სულ მთლიანი იყო დრო ამიკოს გამოსვლა და ამ დროს შიგნით, ანუ 130 წამში დაამთავრა ორივე ბრძოლა submission. ჯიგარი არის, მაგრამ ჩვენთან ეგეთი რაღაცა არ იქნება. ეგ იყო ფანტასტიკა. რაღაცა შესაძლებელი არის გუნდში, Black Eagle-ში და როგორც მითხრეს გუშინ პრეს-კონფერენციაზე, ორი ახალი ბიჭები დაამატეს, რომელიცაც თეთრი კამრები არიან და არასდროს არ იჭიდავენ ტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის ეგ არ არის ბონუსი და რაღაცა მარტივი გამოსვლა არ იქნება. თეთრი კამარი ხარ, შავი კამარი ხარ, არ არის მნიშვნელობა. კამარი იმისთვის არის, რომ შარველი დაგიჭიროს. და ეგ ჩვენი გიორგი ჭიჭინაძე აჩვენა ლეგიონთან და ასაბმიტა შავი კამარი და კაი ემოციები იყო, კი. 14 თებერვალს ვჭიდაობთ Black Eagle-ის წინააღმდეგ. კარგი გუნდია, ჩემი აზრით ტოპ 2 გუნდია ყველა გუნდიდან რაც არის. ბევრს გონია რომ ლეგიონი, გიმნაზია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ვართ ტოპ 1, ეგ გუნდი არის ტოპ 2 და აშკარად გვექნება კაი სანახაობრივი ჭიდაობა. წინა Gama ტურნირზე შეხვდით ლეგიონ გუნდს,
ლეგიონის გუნდი არის კარგი და ძლიერი გუნდი. ბრაისონთანაც მქონდა ბოლო ჭიდაობა, 12 წამში დავასაბმითე. რაღაც ნერვიულობას დიდად არ აგრძნობდი, მაგრამ გამოწვევასავით იყო, იმიტომ რომ მაქამდე ერთი თვით ადრე ბრაისონთან უკვე მქონდა ნაჭიდავი, 24 წამში დავასაბმითე და ვიცოდი რომ ლეგიონერები ეგიციან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ისწავლოს ფეხების მტკივნელებიდან დაცვას. და ჩემთვის იყო უბრალოდ პრინციპული, რომ მეჩვენებინა რამდენჯერაც არ უნდა იჩალიჩონ, რომ არ გამომივიდეს, რამდენჯერაც დაცვა არ დაამუშავონ, მაინც დავასაბმითებ, ისე როგორც მე მომინდება. კომენტირების დროს გიორგი ბუჩუკურს, გამარჯობა ბუჩო, თქვა ისეთი რაღაცა, რომ დაიპყრეს ფეხებზე მტკივნეულები, Black Eagles აქვს ყველაზე კაი ფეხებზე საბმიშენები, ხო და ბუჩო გპირდები ამ გამოცდას აუცილებლად ჩავატარებ და ვნახავ რამდენად კარგად აკეთებენ ბიჭები ფეხებზე მტკივნეულებს. 14 თებერვალს შეხვდებით ამიკო სუნოიშვილის Black Eagles, რომელსაც წინათ შეხვდით და კაი სანახაობრივი ბრძოლა ჰქონდა. ეხლაც იგივეს მოველით, ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად ვიცით და რა თქმა უნდა გვაქვს გეგმა, როგორ დავდუდოთ ეს სურთულეები. Black Eagles არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი ჩვენსავით და მე მგონია ეს ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა იქნება გამაგრეპლინგის ისტორიაში. აქამდე ვჭიდავდი თავისუფალ ჭიდაობას. სულ ერთი წელია რაც გადმოვედი ჯიუ-ჯიტსუში, ძალიან მომწონს ეს სპორტი. სულ ვცდილობ შევმატო რაღაც სანახაობა, რომ მაყურებელი დავაინტერესო ამ სპორტით და ვანახო ქართულ მაყურებელს, რომ ამ სპორტს ჭირდება განვითარება და მეტი ყურადღება. ჩემ მქონდა რამდენიმე ბრძოლა, რომლებმაც კითხვები დატოვა და მზად ვარ მაგათ უპასუხო ყველანაირი სუპერ ფაიტისთვის მზად ვარ. ასე რომ, როდესაც მე გამოვდივარ ტატამზე, ელოდეთ სანახაობას. Black Eagles ბევრი კამე ბრძოლა ყავს, არაერთხელ გვიჭდავი ერთმანეთთან. მუშხუდიანთან მიჭდავია საქართველოს UEFA ჩემპიონატის ფინალი, სადაც მე მოვიგე. ჩემთვის არა პრობლემა ვიჭდავ, ყველა შემიძლია ვიჭდავ, პრობლემას არ წარმოადგენს და ვისურვებდი რომ უფრო მეტი ბრძოლა გავიაროთ ამჯერად და რა თქმა უნდა ტაქტიკურადაც მიუდგებით, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტი სისხლი დავღვაროთ. მოგესალმებით, მე ვარ ამიკო სუნოიშვილი, Black Eagles გუნდის კაპიტანი. 14 თებერვალს დაუპირისპირდებით გუნდ კოზა ნოსტრას, სადაც ძალიან მაგარ სანახაობას გვირდებით. ორივე გუნდი ვართ დაუმარცხებლები და რომელიღაც გუნდი იგემებს პირველ წაგებას გამაგრეპლინგში. კოზა ნოსტრასთან რაც შეეხება მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვა, აქედანვე ვიცი დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან მაგარი გუნდი არის. ჩვენც არ ჩამოვარდებით, იმედია და დიდ შოუს დავდგავთ. პირველ შეჯიბრზე ჩვენ შევხვდით გუნდ Last Samurais, სადაც ჩვენ არ ვიყავით არანაირად მომზადებულები, რადგან ეს დარბაზი, რომელიც ახლა გვაქვს, არ გქონდა და ფიზიკურად ვერ ვემზადებოდით, ვერ ვარჯიშობდით. კვირაში ერთი დღე ან მაქსიმუმ 2 დღე ვარჯიშობდით და ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო უბრალოდ გამარჯვება. ახლა კი ჩვენი მიზანი სხვა არის. ჩვენი მიზანი არის ძალიან მაგარი ჰაილაითების დადება, ძალიან მაგარი შოუს გავაკეთებთ და უფრო მაგარი ჭიდაობა იქნება ვიდრე წინა Last Samurais-თან. ჩვენ გუნდში არის ცვლილება, ორი ადამიანი შეიცვალა, დანიელ დანელია ტრავმის გამო ჩაგვიხსნა შეჯიბრიდან და დაგვემატა ლევან ყოლბაია, რომელიც არის ლურჯი კამარი. ასევე ლუკა ჩიბუხაშვილი რაღაც პირობების გამო ვეღარ იჭიდავებს ჩვენთან და დაგვემატა გიორგი გამყრელიძე, არის თეთრი კამარი და ვფიქრობ, რომ მაინც შედარებით ნორმალური გუნდი ყავს და შეგვიძლია რომ კარგი წინააღმდეგობა გავუწიოთ გუნდ კოზა ნოსტრას. მესამე წინა ივენტზე მესამე კაცი გამოვედი მე. გადავწყვიტე გამოსვლა მე იმიტომ რომ მინდოდა სწრაფად დამესრულებინა ეს ივენთი, ეს ჭიდაობები და მენახა რა შემეძლო დანარჩენ კაცებთან. ანუ რამდენ ადამიანს გავაგდები და რამდენ ხანში და თქვენც ნახეთ რომ 130 წამში შევძელი ორი ადამიანის დასაბიშენება. იმედია ამას გავაუმჯობესებ. რაც შეეხება ლეგიონს და კოზა ნოსტრას შეხვედრას, ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო, როგორც გულშემატკივარი,
ოვაციებით ვიყავი სავსე და ჩემთვის იყო ნომერი პირველი გრეპლინგის შოუ, რაც კიდევ ჩატარებულა საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ან გავიმეორებთ, ან ცოტა უფრო უკეთესი მაინც იქნება ჩვენი შეხვედრა, ამას გვპირდებით და ვეცდებით ყველანაირად. რაც შეეხება კოზანოსტრას გუნდის წევრებს, მინდა დეტალურად შევეხო პერსონალურად. ვლადი, რომელიც არის მძიმე წონა, უკრაინიდან არის შავი ქამარი. როგორც ვიცი, ჭიდაობს 17 ან 18 წელი, როგორც თვითონ თქვა. ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან ძლიერი არის, ჩემზე ბევრად მძიმე არის, რომელიც იკლებს წონას იმისთვის, რომ ჩამოვიდეს რაც შეიძლება დაბალ წონაში. თავისუფლად ვიტყვი, რომ ვლადს რომ შევხვდე, მე ძალიან მაგარ შოუს გვპირდებით და ძალიან მაგარი შეხვედრა იქნება. რაც შეეხება ვეკუა, გუნდის კაპიტანი, კოზანოსტრასი, საკმაოდ დახვეწილია, ძალიან მაღალი დონის სკილები აქვს, სწრაფი, ტექნიკური, ყისიერი ძალა. რაც შეეხება გაბრიელ ბარამია, ძალიან მიყვარს გაბრიელი, ძალიან მაგარი ბიჭია. ისიც ჩემი ახლო ადამიანია, ახლო ვართ ერთმანეთთან, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ შოუს არ დავდგავთ და მაგად არ ვიჭიდავებთ. გაბი ტექნიკურია, თავისუფალი ჭიდაობიდან არის გადმოსული. სწრაფი არის, ძლიერი არის და შეუძლია სწრაფად გადაადგილება გარტფასის სწრაფი მცდელობები. საბმიშენის მცდელობები არც ისეთი ბევრი აქვს, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და რთულია მისი დასაბმიშენება. რაც შეეხება თაზო ამარიანი, თაზო არის ადამიანი, რომელმაც პირველად ჩამახედა ლეგლოქებში 10 წლის წინ ჩემპიონთა აკადემიაში, როდესაც ჩემპიონთა აკადემიის მწვრთნელი ვიყავი, თაზო ამარიანმა მასწავლა იმანარი როლი და ფეხის საბმიშენი პირველად. ძალიან მაგარია თაზო. ვიცი რომ ბევრი შეუძლია, ვიცი რომ წონაც მომატებული აქვს, ვიცი რომ ძალიან ძლიერი იქნება და ვფიქრობ რომ გავუკლავდებით. და დაგვრჩა გიორგი ჭიჭინაძე. გიორგის არ ვიცნობ კარგად, მაგრამ როგორც ვიცი, ტაისონი და საბმიშენა წინა ივენტზე, ტაისონის შავი ქამარია. ტექნიკურად გამართულად გააკეთა ყველაფერი გიორგიმ და ვფიქრობ რომ გიორგი ძალიან მაგარი სპორტსმენია. ჩვენი გუნდიდან ვართ 5-ვე ის ადამიანი, რომლებიც გავიზარდეთ ერთად. ერთი გუნდიდან მოვდივართ, ერთად ვარჯიშობთ, ერთად ვიხვეწებით, ერთად შევქმნით ეს ყველაფერი და ჩემთვის ძალიან საამაყოა ეს ყველაფერი, რადგან მე და ჩემი ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წავსდგეთ. შემიძლია ისიც თქვა, რომ მიხარია, რომ არ დამჭირდა სხვა გუნდებში ძებნა ადამიანების, რომ ჩემი გუნდი შემეკრიბა. მყავს საკმაოდ ნორმალური ბიჭები, რომ კარგად ვიჭიდაოთ და შოუ დავდგათ და მოგებაც შევძლოთ. კოზანოსტრას კი, როგორც ვიცი, რამოდენიმე გუნდიდან ყავს წამოყვანილი ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა გუნდს წარმოადგენდნენ და ახლა კოზანოსტრაში არიან და ასე ვთქვათ, გაერთიანებული ძალა არის, ვიდრე ერთი დარბაზის წარმოდგენა. ჩვენ დარბაზს წარმოვადგენთ. ისინი კოზანოსტრას სახელით გამოდიან და გაერთიანებული გუნდს წარმოადგენენ, ასე ვთქვათ. 14 ფებრუარს დაუპირისპირდებით გუნდ კოზანოსტრას, რომელიც მართლა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში. გამორჩეული მოჭიდავეები ყავთ, ტექნიკურები, ფიზიკურთა ძლიერები, მაგრამ ვფიქრობ, არც ჩვენ არ ვართ ნაკლები. შევეცდებით, კარგი კონკურენცია გავუწიოთ მათ. 14 ფებრუარს კი სანახაობას გპირდებით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კაი სანახაობა ვაჩვენოთ მაყურებელს. რაც შეეხება Last Samurai-დან, სამ კაცს ვეჭიდავე, ესე მოხდა, რომ იqbal ჩემსკენ გადმოიწია და გამარჯვება მოვახერხე, რაც მართლა რთული იყო და მესამე კაცთან როცა დავამთავრე ჭიდაობა, მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და შესაბამისად ესე ჩავთვალე, რომ უკვე საკმარისი გავაკეთე გუნდისთვის და მე ძალიან ცუდად ვიყავი უკვე, აღარ შემეძლო. გამოჩნდა ალბათ იქაც და შესაბამისად გამოვედი.